ჩემ ცხოვრებაში გავაკეთე ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიცია. რადგანაც ბევრს გაინტერესებთ ჩემი პროფესიის შესახებ, გადავწყვიტე რომ მოგეყვეთ დეტალურად თუ როგორ მივატოვე სამედიცინო კარიერა და გავხდი UI UX დიზაინერი. ამჟამად მუშაობ Კვიპროსში და მოგეყვებით თუ როგორ მოვედი აქამდე. პირველ რიგში გეტყვით, რომ მე სწავლა დავიწყე COVID-ის დროს каранტინის პერიოდში, როდესაც არ ვიცოდი რა მეკეთებინა, ჭირდებოდა დამატებით რაიმე ჰობი. დავიწყე ძიება თუ რომელი სფერო იყო ჩემთვის ყველაზე ახლოს. საბოლოოდ მივაგენი UI UX დიზაინს და მაშინ ძალიან დამეხმარა ციფრული ინდუსტრიის აკადემია, რადგანაც შემხვდა პოსტი, რომ ეს აკადემია აცხადებდა უფასო მასტერკლასს ამ თემასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ბევრი არ მიფიქრია, ეგრევე დავრეგისტრირდი. მივხვდი, რომ ეს ზუსტად ის იყო, რაც ძალიან მომწონდა და მაინტერესებდა. რამოდენიმე დღეში თავად დამიკავშირდნენ და შემოტყობინეს კურსის დაწყების თარიღები. ვფიქრობ, რომ ხაზგასასმელი არის ის ფაქტიც, რომ გადახდა მორგებული არის მომხმარებლებზე, რაც განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის არის ძალიან დიდი პლუსი. მე სწავლა დავიწყე ონლაინ, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან დიდი კომფორტი არის და ასევე მგონია, რომ ყველა იმიგრანტისთვის ხელსაყრელია, მაგრამ თუ ოფლაინ გირჩევნიათ, არც ამაში ხართ შეზღუდულები. კურსი გრძელდებოდა თვენახევარი, შევასრულე საბოლოოდ ფინალური პროექტი, ავიღე სერტიფიკატი და ამის შემდეგ უკვე დავიწყე ვაკანსიების ნახვა, ვეძებდი მინიმუმ სტაჟირებას ან ჯუნიორ პოზიციას, იმიტომ რომ ვფიქრობდი, რომ იმ დროისთვის უკვე მზად ვიყავი ამისთვის. მალევე გამოჩნდა ჩემთვის შესაფერისი ვაკანსიაც და ამას ცალკე ვიდეოში ჩავშლი. იმ ადამიანებისთვისაც მაქვს რჩევა, ვინც ჯერ არ იცით რა კურსი აიღოთ და დაბნეულები ხართ. ვინაიდან შეისწავლება უამრავი პროფესია UI UX დიზაინის გარდა და ერთ-მეორეზე უკეთესი და მოთხოვნადი არის. მე პირადად რეკომენდაციას გავუწევდი მსგავს უფასო მასტერკლასებს, რადგანაც დარეგისტრირდებით, გაიგებთ უფრო მეტს, გაიცნობთ ხალხს და მე მგონია, რომ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ მასტერკლასს ჩემ შემთხვევაში. ამიტომაც ვფიქრობ, რომ თქვენ შეიძლება დაგეხმაროთ. ასევე უფასოდ შეგიძლიათ მოითხოვოთ კონსულტაცია და თქვენი ინტერესების და უნარების მიხედვით შეარჩევთ თქვენზე მორგებულ კურსს. მე პირადად თამამად შემიძლია ვაღიარო, რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გადახდილი თანხა 100%-ით შეესაბამება მიღებულ ცოდნას თუ არ აღემატება. UI UX დიზაინი ძალიან საინტერესო და დიდი სფერო არის. არ არის მოდუნების დრო, რადგან მუდმივად ვითარდება და მეც ზუსტად ახლა ვეძებ შემდეგ კურსს და ვფიქრობ, რომელი სფეროთი გავიღრმავა ცოდნა, გრაფიკული დიზაინი თუ motion-ი. ორივე ძალიან საინტერესოა, ძალიან ეხმარება UI UX დიზაინს და გამიზიარეთ თქვენი რჩევები კომენტარებში, რომელს მირჩევთ.